გამარჯობა. დღეს განვიხილავ პირდაპირი და ირიბი ნათქვამი. Direct and indirect unreported speech. წარმოვიდგინოთ ვართ A, B და C ადამიანები. A-მ უთხრა B-ს რაღაც, ხოლო შემდეგ B ადამიანმა უთხრა C ადამიანს, რაც A ადამიანმა უთხრა მას. ეგ არის ზოგადად ორივე, პირდაპირი ნათქვამიც და ირიბი ნათქვამიც. დავაკვირდეთ ახლა რა იცვლება პირდაპირი ნათქვამის დროს და რა იცვლება ირიბი ნათქვამის დროს. მაგალითად, პირდაპირი ნათქვამის დროს, როდესაც B ადამიანი ეუბნება C ადამიანს, რა უთხრა A-მ, ის ზუსტად იმეორებს მის სიტყვებს. არაფერს არ ცვლის, არც ნაცვალ სახელს ცვლის, არც დროს ცვლის, არაფერს არ ცვლის და მისი ნათქვამი არის ბრჭყალებში. ახლა განვიხილოთ მაგალითი. მაგალითად, სუთავიდან A ხო ეუბნება B-ს. A უთხრა B-ს, I'm tired. ახლა ეს B ადამიანი წავიდა C ადამიანთან და ეუბნება, რომ A მითხრა, მე დაღლილი ვარ. ზუსტად ასე ეუბნება. Tom said, I'm tired. და ეს I'm tired არის ბრჭყალებში. I live in Georgia. B ეუბნება C-ს. She said, I live in Georgia. რად გამოიყენება say, tell, ask. Say plus წინადადება. ძირითადი წინადადება I'll call you later. ახლა B ეუბნება C-ს. She said, I'll call you later. და ეს ბრჭყალებში ისმევა. ძირითადი წინადადება I don't like coffee. B ეუბნება C-ს. He said, I don't like coffee. ახლა ძირითადი წინადადება we are waiting. ველოდებით. They said, we are waiting. ახლა tell. Tells დაუმატე. აუცილებლად ნაცვალ სახელი. ვის ეუბნები და შემდეგ წინადადება. იგივე მაგალითები ვთქვათ, რაც say-ზე ვთქვით. I'm tired. ძირითადი წინადადება. ახლა he told me, მან მე მითხრა, I'm tired. I live in Georgia. მე ვცხოვრობ საქართველოში. He told us, მან ჩვენ გვითხრა, I live in Georgia. I finished the work. დავასრულე სამუშაო. She told her friend, I finished the work. ას გამოიყენება კითხვითში. Where do you live? სად ცხოვრობ? He asked, where do you live? ეს იყო ჩვენი პირდაპირი ნათქვამი. ანუ B, როდესაც უყვება C-ს, ის ზუსტად იმეორებს A ადამიანის სიტყვებს. დასაწყისი სულ ეს იქნება. მან თქვა, მან მითხრა, მან იკითხა. და შემდეგ უკვე ადამიანის ნათქვამი გადმოგვაქვს სიტყვა-სიტყვით. არაფერს არ ვცვლით. ახლა ირიბი ნათქვამი კი სხვანაირია. ჩვენ რაიმე ჭორს ვუყვებით ადამიანს, ყველაზე მარტივი ახსნა. მან მე მითხრა, რომ ის არ ყოფილა დღეს სამსახურში. აი ზუსტად ამ შინაარსის მატარებელი არის არაპირდაპირი ნათქვამი. და როგორ იქნება? აქაც არის say, tell, ask. ოღონდ ყოველთვის მთავარი წინადადება რა დროშიც არის, ანუ მთავარი რას ნიშნავს? როდესაც A ეუბნება B-ს. ეგ არის მთავარი. ხოლო B როდესაც ეუბნება C-ს, ამ შემთხვევაში ვამბობთ ერთი დროით უკან. რაც არის მთავარი წინადადება, იმას გადმოვწევთ ერთი დროით უკან. ნაცვალ სახელი ყოველთვის იქნება მესამე პირში. I'm tired. დავიღალე ხო? დაღლილი ვარ. ახლა
როდესაც ეს B ადამიანი წავა C-სთან, ეს ასე ეტყვის, რომ მან თქვა, რომ ის დაღლილი იყო. ანუ იგივე კი არ გაიმეორა, როგორც პირდაპირ ნათქვამში, რომ მან თქვა მე დავიღალე. არა. აქ არაპირდაპირში იცვლება მესამე პირი, მან თქვა, რომ ის დაიღალა, რომ ის დაღლილი იყო. გადმოგვაქვს ერთი დროით უკან წარსულში. მოიყენება that, ანუ says შემდეგ გამოიყენება that. ამისად say იქნება აგრეთვე წარსულში. მან თქვა, რომ ის დაღლილი იყო. She said that she was tired. თუმცა that-ის გარეშეც შეგიძლიათ თქვათ. She said she was tired. თავარი წინადადება I'll call you later. მოგვიანებით დაგირეკავ. ახლა B ადამიანი ეუბნება C ადამიანს, რომ მან თქვა, რომ ის მოგვიანებით დამირეკავდა. Will შესაბამისად შეიძლება would. He said he would call me later. ახლა თელზე როგორ იქნება? თელზეც იგივენაირად. ანუ იქ თუ say said იყო, აქ tell told. I'm tired. ხო იყო. ხა მან მე მითხრა. He told me he was tired. I finished the work. დავამთავრე სამუშაო. ვიღაც რიჩარდი დავარქვათ. Richard told us he had finished the work. კითხვით ask plus if. იქ ხო მარტო ask იყო პირდაპირ ნათქვამში. ხოლო აქ ორივე არის ask და plus if. Do you live here? აქ ცხოვრობ. He asked. If I lived, are you tired? დაღლილი ხარ? She asked if I was tired. მან იკითხა დაღლილი თუ ვიყავი. Did you see Richard? Richard-ი ნახე? ახლა he asked if I had seen Richard. Where do you live? სად ცხოვრობ? He asked where I lived. მე სად ვცხოვრობდი? Why are you late? რატო დაიგვიანე? She asked why I was late. What are you doing? რას აკეთებ? He asked what I was doing. ანუ ყველა კითხვითი გადმოდის თხრობითში. ეხლა დროის ცვლილებები როგორი არის? თუ მთავარი წინადადება არის present simple, ის შეიძლება past simple. Present continuous, past continuous-ში გადმოვა. Present perfect, past perfect. Past simple, past perfect. Will, would, can, could, may, might. I bought a car. ვიყიდე მანქანა. ეს არის მთავარი წინადადება. ეხლა არაპირდაპირ ნათქვამში. He said he had bought a car. No, past simple, past perfect. What are you reading? რას კითხულობ? He asked what I was reading. ანუ are you reading? Present continuous. გადმოვიდა past continuous. What I was reading. თხრობითში. I can swim. მე ცურვა შემიძლია. She said she could swim. Can could. როისა და ადგილის სიტყვებიც იცვლება. მაგალითად today, that date შეიცვლება. Tomorrow, the next day. Yesterday, the day before. Now, then, here, there, this, that. I'll call you tomorrow. ხვალდაგირეკა. He said he would call me the next day. I saw him yesterday. He told me I had seen him the day before. უარყოფითი წინადადებები. I don't like coffee. არ მიყვარს ყავა. She said she didn't like coffee. I'm not working today. დღეს არ ვმუშაობ. He said wasn't working that day. რაც ეხება ბრძანებები და თხოვდა. Tell, ask, plus ადამიანი plus
to და პლუს ზმნა. Open the door. კარი გააღე. He told me to open the door. ანუ to ზმნა. Close the window. დახურე ფანჯარა. He told me to close the window. აქ დრო აღარ იცვლება. Don't be late. არ დაიგვიანო. She told me not to be late. Don't come early. არ მოხვიდე ადრე. He told me not to come early. ეს იყო ჩვენი პირდაპირი და ირიბი ნათქვამი. თუ რაიმე კითხვა გექნებათ, ამასთან დაკავშირებით, ცდილობთ დამიწერეთ კომენტარებში.